დიანა, მადლობა ინტერესისთვის. ანუ ამბავი პრინციპში იწყება აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად უკანონოდ გაუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ნინო ზაუტაშვილს, გადაცემა რეალური სივრცის წამყვანს, მის სახეს, რომელსაც თავადაც აღიარებენ იმ დოკუმენტში, რომელიც გამოგვიგზავნეს და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. და ამის შემდეგ რეალურად მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ისინი აღარ აგრძელებენ გადაცემა რეალურ სივრცეს და თავადვე ამბობენ მიზეზს, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ რეალური სივრცის წამყვანს და სახეს აღარ აქვს კონტრაქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომ მათ გაუშვეს ნინო ზაუტაშვილი. და ჩვენ, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, გვთავაზობენ სხვადასხვა პოზიციებზე გადანაწილებას, გვთავაზობენ, რომ დავიშალოთ, ეს არის მათი განზრახვა და გავაგრძელოთ მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმასა თუ გადაცემაში. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა ყველა ჩვენს კოლეგას და ამ რედაქციებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის შინაარსებს ქმნიან საზოგადოებრივ მაუწყებელზე. უბრალოდ ეს არის პირდაპირ გზავნილი ჩვენი ნებით კი არ მივდივართ, ჩვენ უბრალოდ შეგვიქმნეს სიტუაცია, სადაც ჩვენ მოგცეს რაღაცა დოკუმენტი, რომელზე ხელის მოწერითაც ჩვენ უნდა მოვაწეროთ ხელი რეალური სივრცის დახურვას, რასაც ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკანონოა მისი წამყვანის გაშვება, უკანონოა ვასკა ივანოვის გაშვება და შესაბამისად ჩვენ ამაზე არ გავყვებით მენეჯმენტს. ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ მივეხმარებთ. ეს უნდა იყოს მათი ტვირთი. ეს არის კიდევაც მათი ტვირთი. თქვენ უარი თქვით უბრალოდ გადასვლაზე სხვადასხვა რედაქციაში, მაგრამ რჩებით, ჯერჯერობით, ეხლა მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საპასუხო? საქმე ის გახლავთ, რომ ამ დოკუმენტში, რომელიც ოფიციალურად გამოგვიგზავნა ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა, წერია, რომ თუ კი ჩვენ უარს ვიტყვით ამ შემოთავაზებებზე, ჩვენთან ავტომატურად გაწყდება კონტრაქტი. კი ბატონო, ანუ თქვენი უარით ფაქტობრივად ეს დაადასტურეთ. კი ბატონო. რა მათი მისია რა იყო, იმიტომ რომ თქვენ დღეს საუბრობდით, რომ მართლაც თქვენ ერთად ისეთი საქმე გაქვთ გაკეთებული, მეტიც, როდესაც სარედაქციო დამოუკიდებლობის პატივისცემაზე და შენარჩუნებაზე და ბრძოლაზეა ლაპარაკი, ამ ხრივ თანამოაზრეების არსებობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ თქვენ თავს ერთად ხედავდით ამ მაუწყებელში, მაგრამ ასე უკვე, თქვათ, უკვე სხვა სურათი დადგებოდა, ეს რომ განგვიმარტოთ უფრო მეტად. ხედავდით ერთად როგორც გუნდი, ამას როგორც გუნდი, ხო, რომ ეს გადაცემა დარჩენილი იყო და თქვენ ერთად გუნდს გეკეთებინათ თქვენი საქმე. კი, ჩვენმა სარედაქციო გუნდმა მიწერა კიდევაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანის რესურსების მართვის სამსახურს, რომელიც მიაწვდის ამ გზავნილს დარწმუნებული ვარ მენეჯმენტს, რომ ერთადერთი, ასე ვთქვათ, ფორმა და ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ან რაიმე შემოთავაზებას დავთანხმდეთ, არის თუ კი დაბრუნდება ნინო ზაუტაშვილი და აღდგება რეალური სივრცე იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არსებობდა 12 წლის განმავლობაში. კი ბატონო, მათ არ უნდათ წამყვანი, მათ არ უნდათ გადაცემა, ასე აღმოჩნდა. არა მხოლოდ წამყვანი, არამედ გადაცემაც. ერთმნიშვნელოვნად, ესაა დასკვნა. რეალური სივრცე უნდა დახურულიყო. კი ბატონო, დღეს თქვენ ბრიფინგი მოაწყვეთ ყველამ ერთად. შეიძლება თუ არა ითქვას, ვთქვათ, რაიმე სხვა გეგმა გქონდეთ მაუწყებელს მიღმა თქვენ ყველას ერთად, ასევე ნინოც იყო ამ დროს თქვენთან ერთად. იცით რა არის, ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები არ იყვნენ რასაკვირველია მხოლოდ რეალური სივრცის გუნდის წარმომადგენლები. საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები არის ძალიან კარგი პროფესიონალების სატელევიზიო საქმეში, ზოგადად სამაუწყებლო საქმეში დასაქმებული ძალიან ბევრი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პროფესიონალის ერთობა არის. ეს ადამიანები აგრძელებენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ არაერთი სხვადასხვა ტიპის სანქციაა გამოყენებული
ამოდით დავარქვათ ამას დევნა, ვთქვათ და სხვა საქმიდან ჩამოშორება და ასე შემდეგ, ეს ადამიანები აგრძელებენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფნას, ეს არის უმნიშვნელოვანესი და აგრძელებენ იმ ჩემი აზრით პრეცედენტულ ძალისხმევას, რა პროცესით ჩვენ წამოვიწყეთ საზოგადოებრივ მაუწყებლის შიგნიდან. რაც შეგვეხება, ჩვენ არ შეიძლება, ხო, ანუ ჩვენ ხო რეალურად რაღაცა პოზიციებისთვის ან ასე ვთქვათ, საკუთარი ადგილებისთვის არ ვიბრძოდით, ეს რაღაცა დიდი იდეა იყო. თორემ გეკნებოდათ ეს ადგილები, ხელფას აიღებდით და სხვადასხვა რედაქციებში გადანაწილდებოდით, ეს ცალსახაა თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ. კი, ასე, ამიტომ ეს არ შეიძლება, რომ ჩვენ რაღაცნაირად წამოვიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და დავივიწყოთ ის, რის გამოც წამოვიწყეთ ეს პროცესი და რატომაც ვართ ამ პროცესში, ხო? და ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და ფუნქციის დაცვა. ეხლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი წარმოდგენით ამ იდეისა და ფუნქციაზე ლაპარაკი საზოგადოებაში, აკადემიურ სივრცეებში ამ თემის შეტანა, ეს არის კიდევ ძალიან ფუნდამენტური და ჩვენ გვგონია რომ აი ამ მხრივ შეგვიძლია რომ გარედანაც ჩვენი ძალისხმევა გავაგრძელოთ და ვაპირებთ რომ ეს ძალისხმევა გავაგრძელოთ. ამიტომ ვფიქრობ რომ ჩვენ ვჩებით საზმაოს მცველებად, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე უბრალოდ აღარ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები. ნუ ყოველ შემთხვევაში კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, მაგრამ მაინც ჩვენი უარით ჩვენ აღარ. მაინც გადაცემის დახურვა პრინციპში ეს გადაწყვეტილება თავად ახსნეს წამყვანის ფაქტორით, ხომ ეს თქვენ ასე რომელიც თავადვე გაუშვეს. სწორედ. კი, სწორედ ამ დოკუმენტში შავით თეთრზე დიანა წერია, რომ ვინაიდან და რადგანაც საზოგადოება, ვინაიდან მენეჯმენტმა გაუწყვეტა კონტრაქტი ნინო ზაუტაშვილს, ამ გადაცემის წამყვანს და სახეს ასე ამბობენ ისინი, ეს არის ციტატა. დიახ. ამის გამო ისინი აღარ აგრძელებენ რეალური სივრცის, ასე ვთქვათ, კონტრაქტს. აი ეს არის, ანუ რეალური სივრცე აღარ გაგრძელდება. ისინი თავად ამბობენ ამ მიზეზს. კი ბატონო. შესაბამისად, ეს შავით თეთრზე წერია ამ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს ფაქტობრივად არის აღიარება. თავად გაუშვეს წამყვანი, შემდეგ წამყვანის გაშვების გამო ასე ახსნეს, რომ არ არის წამყვანი, ვერ იქნება გადაცემა. შემოგთავაზეს სხვადასხვა, ეს ვთქვათ, რედაქციებში გადანაწილება, მაგრამ თქვენ თქვით უკვე ამაზე უარი. ეს არის მთელი ისტორია. თამარ, წარმატებას გისურვებ. მართლაც რამდენიმე ჩართვის შემდეგ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სიმპათიით და შთაბეჭდილებით მთელი თქვენი გუნდის მიმართ ისედაც და პერსონალურად თქვენს მიმართაც მინდა რომ ის რისი სურვილიც გაქვთ პროცესს დააკვირდეთ გარედან, ამასთან ერთად თქვენი თავი აუცილებლად იპოვოთ თქვენ ყველამ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში, რასაც ემსახურებოდით ეს წლები. ძალიან დიდი მადლობა თამარ მშვენიერაძე პასუხ